დრონები სოფლიო უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ტარიფების ომის კვალდაკვალ ჩინეთმა ანტიამერიკული ბანაკის შექმნა დაიწყო. ჩრდილოეთ კვიპროსში თურქეთის ჩარევით რელიგიური კანონები გამკაცრდა. ტაილანდის ოდიოზური მეფე ჭარბი უფლებებით, ზღაპრული სიმდიდრითა და სკანდალური პირადი ცხოვრებით. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. უკრაინის ომმა ომის წარმოების ახალი მეთოდი წარმოქმნა. ომი დრონებით, ანუ უპილოტო საფრენი აპარატებით. მათ უკრაინამდე ყარაბაღის ბოლო ომშიც იყენებდნენ, თუმცა ფართო მასშტაბიანი გამოყენება უკრაინის ომით დაიწყო. რუსეთი და უკრაინა დრონებს მოიხმარს როგორც სადაზვერვო, ისე საბრძოლო ამოცანებისთვის. უკრაინის ომის მაგალითზე მსოფლიოს უძლიერესმა ქვეყნებმა დრონების მასიური წარმოება და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს. ამ დარგში შეჯიბრი ქვეყნებს შორის უკვე გაჩაღდა. უკრაინის ომში ფართო გამოყენება ჰპოვა ეგრეთ წოდებულმა კამიკაძე დრონებმა, ანუ მცირე ზომის იაფმა აპარატებმა, რომელიც მასზე დამონტაჟებული მხოლოდ ერთი ბომბით უტევს სამიზნეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ფრონტზე დაღუპულთა 2/3-ზე მეტი სწორედ ასეთი დრონებითაა განადგურებული. ცნობილია, რომ კამიკაძე დრონი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თავად საარტილერიო ჭურვი. ასეთი ხელმისაწვდომობის გამო ხდება მათი ინტენსიური გამოყენება. საქმე კიდევ უფრო შორს წავიდა. რუსეთმა და უკრაინამ ჩვეულებრივი სამოქალაქო დრონების საბრძოლო აპარატებად გადაკეთება დაიწყეს, რაც თურმე კიდევ უფრო ნაკლები ჯდება. დრონების შესაქმნელი ტექნოლოგიების გამოყენება შედარებით ღარიბმა ქვეყნებმაც დაიწყო, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე. დრონებს მოიხმარს ამ ქვეყნების ხელისუფლებაც და ტერორისტული ძალებიც. ნიგერიაში ტერორისტულმა ჯგუფმა ბოკო ჰარამმა ნიგერიის შეიარაღებულ ძალებზე დრონებით განახორციელა შეტევა, თუმცა ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა შეძლო და დრონების დიდი რაოდენობა გაანადგურა. მხოლოდ 5 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების მიერ დრონების გამოყენების ფაქტმა მსოფლიო მასშტაბის რეზონანსი გამოიწვია. მცირე ზომის იაფიან დრონს ქარხნის, ნავსადგურის, აეროპორტის და სხვა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების განადგურება შეუძლია მომენტალურად. შეშფოთებულია გაეროც, რომლის მონაცემებით აფრიკის კონტინენტზე ბოლო პერიოდში დრონებს 100,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წელს ჩრდილოეთ ეთიოპიის ტიგრაის რეგიონის მოსახლეობამ ეთიოპიისგან გამოყოფა მოინდომა. სამოქალაქო პროტესტს სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. ეთიოპიის სამხედრო ძალები კონფლიქტში ინტენსიურად იყენებდა დრონებს. ომს უკვე 600,000 ადამიანი შეეწირა. ასეთივე მდგომარეობა სუდანში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გარდა ამისა, სამხედრო დრონები გამოიყენეს სომალიში, ბურკინა-ფასოსა და მალიში. მათთვის დრონების მთავარი მიმწოდებლები ჩინეთი, ირანი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროებია. დრონების ექსპორტმა გზა გაუხსნა ამ ქვეყნებს გააფართოვოს გავლენა რეგიონში. საერთაშორისო არენაზე ახალი ტერმინი გაჩნდა დრონების დიპლომატია. ვარაუდობენ, რომ ტენდენცია გაიზრდება და მალე სხვა კონტინენტებსაც მოედება. გაეროს აზრით დრონების წარმოებასა და გამოყენებაზე საერთაშორისო მასშტაბის კონტროლი უნდა გაძლიერდეს. სამხედრო ექსპერტები ქვეყნებს ანტიდრონების სისტემების შეძენისკენ მოუწოდებენ, რომელსაც მტრის დრონის აღმოჩენა და განადგურება შეუძლია, მაგრამ ასეთი სისტემები ძალიან ძვირი ჯდება. არიან სპეციალისტები, რომლებიც დამცავ სისტემებს კრიტიკულად უყურებენ, რადგან ისინი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფენ დრონებისგან ეფექტურ თავდაცვას. ამჟამად დასავლეთის ქვეყნები, რუსეთი და ჩინეთი სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს ასეთი სისტემების გაუმჯობესების საქმეში.
ტრამპის ტარიფებმა ჩინურ-ამერიკული ურთიერთობა უაღრესად დაძაბა. თან არც ერთი მხარე არ მოერიდა მდგომარეობის გამწვავებას. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მიმძვინვარებს. ისინი კომპრომისზე არ მიდიან, რადგან კომპრომისი ორივესთვის წაგებას უდრის. დღევანდელ არეულ და დაგსაქსულ მსოფლიოში ვაჭრობა სტრატეგიული ბრძოლის ველად იქცა. ეკონომიკური ინსტრუმენტები, როგორიცაა ტარიფები და სანქციები, სულ უფრო ხშირად გამოიყენება გეოპოლიტიკური ვითარების შესაცვლელად, რაც ორივე ქვეყნის ლიდერს კარგად ესმის და შესაბამისად არც ერთი არ აპირებს დანებებას. ბევრ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ტრამპს როგორც ამ სავაჭრო ომის გამჩაღებელს ჯერჯერობით საქმე საეჭვოდ აქვს. არის რაღაც დამაფიქრებელი მის ხასიათში, რამაც მას თითქმის მთელი მსოფლიო გადაჰკიდა, მაგრამ რადგან ამერიკა დიდი და ძლიერია, მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდება. ეტყობა ჩინეთის ლიდერმა გაშიფრა ტრამპის ზრახვები, რომ მას ამ ორ გიგანტს შორის სავაჭრო ჯახის გამოწვევა სურდა, რის შედეგად მსოფლიოს ქვეყნებს არჩევანის გაკეთება მოუწევდა. სი ძინპინმა გადაწყვიტა ეშმაკობა ეხმარა და ამერიკას საპასუხო ტარიფები დაუწესა, თუმცა სიტყვიერად ურთიერთობა არ გაუმწვავებია. ჩინეთს სურს ლიბერალური მსოფლიო ბაზრის დამცველის მანტია მოირგოს და ბევრ ქვეყანას ამ ბაზრის დასაცავად ერთიანობისკენ მოუწოდებს. ცდილობს რა ყველა დიდი მოთამაშის თავის ბანაკში გადაბირებას. სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა ინდონეზიის პრეზიდენტთან, რომლის დროს მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პირობა დადეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პეკინს ეწვია. მან მხარი დაუჭირა იდეას, რომ ჩინეთი და ევროკავშირი ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს ტარიფების ცალმხრივ დაწესებას. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი ტელეფონით ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. მათ მხარი დაუჭირეს ძლიერ და თავისუფალ სავაჭრო ბაზარს. ჩინეთის ლიდერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მრავალდღიანი ტურნე გამართა. ის სამ ქვეყანას, ვიეტნამს, მალაიზიას და კამბოჯას ეწვია. ჩინეთის ლიდერს ეს ქვეყნები შემთხვევით არ აურჩევია. ტრამპმა მათ დიდი ტარიფები დაუწესა, რამაც ამ ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა ჩინეთი ამ სამი ქვეყნის თავის ბანაკში გადაბირებას ლამობს. სი ძინპინს ჩინეთის სტაბილურ პარტნიორად წარმოჩენა სურს და არა ისეთად, როგორიც ტრამპისეული ამერიკაა, რომელიც გლობალურ ბაზარს არყევს. ვიზიტების დროს სი ძინპინი არა მათრახის, არამედ თაფლა კვერის გამოყენებას ცდილობდა. მასპინძლებიც ხელგაშლილად დახვდნენ ჩინეთის ლიდერს, მათ შორის არაერთი ურთიერთმომგებიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა ჩრდილოეთ ვიეტნამში 3 ტრანსსასაზღვრო რკინიგზის ხაზი ააშენოს. ასევე ქვეყნებს შორის 5G-ის ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების საკითხში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხი გადაწყდა. ვიეტნამმა ჩინეთს ფართოდ გაუღო კარი შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ვიეტნამი ჩინეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობას გააფართოებს. დასავლელი ექსპერტები ჩინეთის ლიდერის ასეთმა გულუხმა მიღებამ გულწრფელად გააკვირვა, რადგან ვიეტნამი, მალაიზია და კამბოჯა დიდადაა დამოკიდებული ამერიკასთან ვაჭრობაზე, განსაკუთრებით ვიეტნამი. ამერიკას ვიეტნამთან სავაჭრო დისბალანსი აქვს, ანუ ვიეტნამი ამერიკაში უფრო მეტ საქონელს ყიდის, ვიდრე ყიდულობს. სწორედ ამიტომ დაუწესა ტრამპმა ვიეტნამს 46%-იანი ტარიფი. თითქმის იგივე მდგომარეობაშია მალაიზია და კამბოჯა. ასეთ პირობებში სამივე ქვეყანას მოუწევს ამერიკასა და ჩინეთს შორის ლავირება, რომ პეკინთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გააძლიეროს და ამერიკული ტარიფების როგორმე აიცილოს თავიდან. მიაღწევს თუ ვერა ამას, სხვა საკითხია. ერთი კი ცხადია, ჩინეთმა სერიოზულად დაიწყო ანტიამერიკული ბანაკის შექმნა და ბოლოს შექმნილ ვითარებაში მაინც ყველაფერი საეჭვო. მსოფლიოში წარმოებულ ყველაზე მეტ საქონელს დღეს Made in China აწერია, მაგრამ შექმნილი პროდუქტის გაყიდვა ისეთივე დიდი
და ძნელი საქმეა, როგორც მისი წარმოება. ამერიკა კი თავისი უმძლავრესი მსყიდველობითი უნარით ჩინური საქონლის ყველაზე ეფექტური გამსაღებელია. დასკვნა თქვენთვის მომინდია. რელიგიური კანონების გამკაცრების გამო ჩრდილოეთ კვიპროსში დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში თურქეთმა კვიპროსელი მუსლიმების დასაცავად კუნძულის ამ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე თურქეთის გარდა არავინ არ აღიარებს. ბუნებრივია, კვიპროსის ეს ნაწილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად თურქეთის დიდი გავლენის ქვეშ მოექცა. ფაქტობრივად ის თურქეთის პროტექტორატია. ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობა მუსლიმია, რომელიც ცხოვრების სეკულარული წესით ცხოვრობს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ჩრდილოეთ კვიპროსში რელიგიური კანონების გამკაცრება დაიწყო. თურქეთის კარნახითა და ხელშეწყობით არაერთი რელიგიური სკოლა გაიხსნა და საგანმანათლებლო პროგრამის ისლამიზაცია მოხდა, რამაც მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სკოლის მასწავლებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საყოველთაო განათლებაში რელიგიის ჩარევას, მაგრამ თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ჩრდილოეთ კვიპროსის მთავრობამ ეს კანონები მაინც მიიღო. ახლა დღის წესრიგში სკოლაში თავსაბურავების ტარების საკითხი დადგა. ამ კანონის მიხედვით სკოლაში ყველა მოსწავლე გოგონამ თავსაბურავით უნდა იაროს. ჩრდილოეთ კვიპროსის ხელისუფლებას არ უნდოდა ამ კანონის მიღება. თვით ჩრდილოეთ კვიპროსის პირველი ლედი იყო ამის წინააღმდეგი. ქალბატონმა სიბელ თათარმა განაცხადა: მე პატივს ვცემ ისლამურ კანონებს, მაგრამ თუ ჩვენი საზოგადოების იდეალი ქემალ ათათურქია, ჩვენ ამ კანონს არ უნდა შევეგუოთ. თურქეთის ხელისუფლებას არ მოეწონა კვიპროსელთა წინააღმდეგობა და ადგილობრივ მთავრობას ძალით მიაღებინა ეს კანონი, რამაც მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა უკვე არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ანტიერდოღანული ელფერი მიიღო. მოსახლეობა გაბრაზდა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ მათთან კომუნიკაცია არც კი ჩათვალა საჭიროდ. პროტესტში ჩრდილოეთ კვიპროსის თითქმის მთელმა ინტელიგენციამ მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციებზე ბევრს ეჭირა პლაკატები ასეთი წარწერით: ჩვენ არ დავბრუნდებით ოსმალეთის იმპერიის ხანაში. კვიპროსელებს არ სურთ სულთანატში ცხოვრება. ჩრდილოეთ კვიპროსის საშუალო განათლების მასწავლებელთა კავშირის გაბრაზებულმა ხელმძღვანელმა სელმა ეილემმა თურქეთის საელჩოთან სიტყვა წარმოსთქვა: კიდევ ერთხელ ვეუბნები პატივცემულ ელჩს, წადით სახლში, მოგვეცით ჩვენი წესებით ცხოვრების საშუალება, მაგრამ კვიპროსის პრესის თქმით, თურქეთის ხელისუფლება უკან არ დაიხებს. კვიპროსელებს კი დამორჩილება მოუწევთ, რადგან მათი ბედი ანკარის ხელშია. ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 70 მილიონიანი ბუდისტური ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც 1228 წელს დაარსდა როგორც სუკოტაის სახელმწიფო. 1929 წლამდე ტაილანდს სიამი ერქვა. 1932 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანა აბსოლუტურიდან კონსტიტუციურ მონარქიად გადაკეთდა. 1939 წელს ქვეყანამ სახელი შეიცვალა და მას ტაილანდის სამეფო დაერქვა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტაილანდი იაპონიას ჰქონდა ოკუპირებული. ომი რომ დასრულდა, ტაილანდმა ამერიკისკენ აიღო გეოპოლიტიკური გეზი. 1932 წლიდან დღემდე ტაილანდში 14-ჯერ მოხდა სამხედრო გადატრიალება. ბოლო ასეთი გადატრიალება 2014 წელს იყო. მაშინ მონარქთან ერთად ქვეყანას გენერალიტეტი მართავდა. ვიეტნამის ომში ტაილანდი ამერიკის მოკავშირე იყო და ყოველთვის მკვეთრ ანტიკომუნისტურ პოლიტიკას ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდი დე იურე კონსტიტუციური მონარქიაა, ძალაუფლება დე ფაქტო მეფისა და
გენერალიტეტის ხელშია. ამიტომ ტაილანდი ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება. ქვეყნის პოლიტიკური ელიტის 80% გენერალიტეტთან და მონარქთან დაახლოებული პირებია. დასავლეთი ტაილანდურ წყობას ქსელურ მონარქიას უწოდებს, რადგან მთელს ქვეყანაში საითაც ხელს გაიშვერ. ყველგან მეფისა და გენერალიტეტის მეგობრები და ნათესავებია სხვადასხვა თანამდებობაზე. მონარქიას უმკაცრესი კანონები იცავს. მეფის აუგად ხსენების გამო შეიძლება 20 წელი მოგისაჯონ. სწორედ ამ კანონების მეშვეობით აკავებენ მეფე და გენერალიტეტი ოპოზიციურ ძალებს. ეკონომიკურად ტაილანდი არაა ისეთ მაღალ განვითარებულ ქვეყნებს შორის, როგორიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაივანი, მაგრამ სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით მაინც ძლიერია. ის თავისი მზარდი ეკონომიკითა და ტურისტების რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნების ათეულში შედის. ტაილანდის დღევანდელი მმართველი 73 წლის მეფე მაჰავაჯირა ლონგკორნია. იგივე რამა მეათე. მსოფლიოს ეს უმდიდრესი მონარქი, რომლის ქონება 43 მილიარდ დოლარს აღემატება, ცნობილია თავისი სკანდალური ცხოვრებით. ტაილანდის სამეფო ოჯახი ჩაკრის დინასტიის ნაწილია, რომელიც ქვეყანას მე-18 საუკუნიდან მართავს. ვაჯირა ლონგკორნს 3 და ჰყავს. მან როგორც მეფისწულმა დაწყებითი განათლება დედაქალაქ ბანგკოკში მიიღო და სწავლა ინგლისში განაგრძო. 1972 წელს ტახტის მემკვიდრად აკურთხეს და მის სახელს სიტყვა მაჰა დაემატა, რაც დიდებულს ნიშნავს. მაჰამ უმაღლესი განათლება ავსტრალიაში მიიღო, სადაც ჯერ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლობდა და ბოლოს კანბერის სამეფო სამხედრო კოლეჯი დაამთავრა სამხედრო მფრინავის კვალიფიკაციით. 1978 წელს მაჰა სამშობლოში დაბრუნდა და ტაილანდის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო სამსახური. ჯერ მეფის პირადი გვარდიის ბატალიონის, შემდეგ კი პოლკის მეთაური გახდა. მონაწილეობდა ჩრდილოეთ ტაილანდში კომუნისტ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლასა და კამბოჯის საზღვარზე ვიეტნამელი პარტიზნების ასალაგმ ოპერაციებში. 1992 წელს მაჰა სამეფო სამხედრო ძალების უსაფრთხოების უფროსად დანიშნეს. მალე მარშლის წოდებაც მიიღო. მაჰას მამა რამა მეცხრე ხშირად ავადმყოფობდა და მეფის მოვალეობას უფლისწული ასრულებდა. მისი ინიციატივით ტაილანდში არაერთი სოციალური პროგრამა განხორციელდა. მაგალითად, ღარიბი მოსახლეობისთვის საავადმყოფოები გაიხსნა და სახელმწიფო დამწყებ ფერმერებს ეხმარებოდა. გვირგვინოსანი პრინცი მამის ნაცვლად ცერემონიალურ ღონისძიებებსა და ოფიციალურ ვიზიტებშიც მონაწილეობდა. 2016 წელს მეფე რამა მეცხრე გარდაიცვალა, რითაც მისი მმართველობის 70 წლიანი ისტორია დასრულდა, რომლის დროსაც გარდა იმისა, რომ ქვეყანა რეგიონალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალად იქცა, ტაილანდი ამერიკის მთავარი მოკავშირე გახდა. რამა მეცხვრის მეფობაში ქვეყნის ეკონომიკამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ანუ ღარიბი ქვეყნიდან რეგიონის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად იქცა. რამა მეცხრე მისი თბილი ბუნებისა და ცხოვრების შედარებით მოკრძალებული სტილის გამო ხალხს ძალიან უყვარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ 2016 წელს 66 წლის მაჰავაჯირა ლონგკორნი ტაილანდის სამეფო ტახტზე ავიდა როგორც რამა მეათე. ის თავისი ხასიათითა და ცხოვრების წესით სულ არ გავდა მამამისს. მეფობის პირველივე დღიდან ძალაუფლების გამტკიცება შეუდგა, რასაც საგანგებო რეფერენდუმი მიუძღვნა. რეფერენდუმის შედეგად მთელი სამეფო სიმდიდრის განკარგვისა და სამეფო კარის ერთპიროვნულად მართვის უფლება მიიღო. 2019 წელს მეფეს ერთ-ერთ დასთან უბოლ რატანთან დაეძაბა ურთიერთობა, რომლის მიზეზი ქვეყნის პოლიტიკაში მისი მონაწილეობის მცდელობა აღმოჩნდა. პრინცესა რატანის პარტიამ ტაირაქტაიმ საპარლამენტო არჩევნებში ის მთავარ კანდიდატად წამოაყენა. პარტია ყოფილი გენერლის ტაქსინ ჩინავატის დაარსებულია, რომელიც 2001-2006 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ მეფესთან უთანხმოებისა და კორუფციულ სკანდალებში
გახვევის გამო ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს. პოლიტიკოსი საზღვარგარეთ გაიქცა და სამშობლოში მხოლოდ 2023 წელს მეფის წყალობით დაბრუნდა. ტაილანდსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მეფის ჭარბი ძალაუფლება, არამედ მისი სკანდალური პირადი ცხოვრებაც, რომელსაც დასავლეთის მედია ცნობილი ამერიკული სერიალის სატახტო თამაშების გმირების ცხოვრებას ადარებს. მაჰა 4ჯერ იყო ქორწინებაში. პირველი მეუღლე მისი ბიძაშვილი გახლდათ, რომელზეც მისი ნების გარეშე დააქორწინეს. ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა არ ქონია. რამდენიმე წელიწადში უფლისწული ცოლს გაშორდა. 17 წლის მსახიობი გოგონა შეუყვარდა, რომელიც ცოლად შეირთო. უფლისწულის ჩვეულებრივ მოკვდავზე ქორწინებამ ქვეყანაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სამეფო ოჯახმა ჯერ ვარი თქვა ქორწინების აღიარებაზე, მაგრამ საბოლოოდ მეფემ რამა მეცხრემ რძალი მიიღო და პრინცესად აღიარა. ამ ქორწინებაში მაჰას 5 შვილი შეეძინა, მაგრამ პრინცის სიყვარული მეუღლის მიმართ ხანმოკლე აღმოჩნდა. ის მუდმივად ღალატობდა ცოლს. შეურაცხყოფილმა პრინცესამ შურიძიება გადაწყვიტა და ერთ-ერთ მარშალთან სასიყვარულო რომანი გააბა. ეს ამბავი რომ გამჟღავნდა, შეშინებული პრინცესა შვილებთან ერთად ინგლისში გაიქცა. მარშალი კი სამხედრო ძალებიდან გარიცხეს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, აბსურდის თეატრს უფრო გავს. გაბრაზებულმა უფლისწულმა გამოთავისუფლებელი მარშლის წოდება თავის ძაღლს უბოძა. ახალ მარშალს სამხედრო ფორმა და ჩექმები შეუკერეს. ყველა ტაილანდელ ოფიცერს პუდელის მისალმება მოეთხოვებოდა. 2001 წელს პრინცი მესამეჯერ დაქორწინდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ ეს ქორწინებაც დაიშალა. 2015 წელს მაჰას საყვარელი ძაღლი ფიფი გარდაიცვალა. უფლისწულმა ძაღლი დიდი ცერემონიით დაასაფლავა. 2019 წელს ახლა უკვე მეფე რამა მეათე მეოთხეჯერ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული მისი დაცვის წევრი აღმოჩნდა. წყვილმა დიდი ქორწილი გადაიხადა, რომლის ერთ-ერთმა ცერემონიამ ყველა გააკვირვა. დედოფალი თითქმის 1 საათი მეფის ფერხთ იწვა და მას ფეხებს უკუცნიდა. ბოლოს დედოფალს ტახტზე ასვლის ნება დართეს. კოვიდის პანდემიის დროს ტაილანდის მეფის საქციელმა დიდი არეულობა გამოიწვია. ხალხი მეფის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა. პანდემიის დაწყებისთანავე მეფე 300 ადამიანთან ერთად, რომელშიც მისი საყვარლებით შედიოდა, გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ალპებში თითქმის 2 წლით მდიდრული სასტუმრო იქირავა და არხაინად ცხოვრობდა. კატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაზავარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.